როგორ უნდა იმოქმედონ სამხედრო დანაყოფებმა მომავლის ომებში. ამერიკის შეერთებული შტატები მორიგ ექსპერიმენტულ სამხედრო სწავლებას მართავს. წვრთნების დასახელებაა Convergence Capstone 5 და მიზნად ისახავს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით სამხედრო ოპერაციების წარმოებას. ეს სწავლება ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ექსპერიმენტულ მანევრებს მოიცავს. წვრთნები კალიფორნიის შტატში, ფორტ ირვინში მიმდინარეობს და მასში ჩართულია 6000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, როგორც ამერიკის თავდაცვის დანაყოფებიდან, ისე პარტნიორი ქვეყნებიდან. წვრთნებს ხელმძღვანელობს ამერიკის შეერთებული შტატების მომავლის არმიის სარდლობა. ეს სარდლობა ორიენტირებულია სამომავლო ოპერაციების ჩატარებაზე. ავითარებს ახალ სტრატეგიებს, ტექნოლოგიებსა და ომის წარმოების შესაძლებლობებს. ექსპერიმენტული წვრთნები Convergence Capstone 5 ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი იმართება ეროვნულ სასწავლო ცენტრში, სადაც სახმელეთო ძალები გაიშლებიან ერთმანეთისგან საკმაოდ დიდი დაშორებით. სწორედ ამ დროს შემოწმდება ახალი თაობის მართვისა და კონტროლის სისტემა. შემდეგი ეტაპი მეტად გლობალურ ექსპერიმენტთანაა დაკავშირებული და გულისხმობს მოქმედებებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. იხვეწება მართვისა და კონტროლის ახალი თაობის სისტემები, სამხედრო ოპერაციების დროს ხელოვნური ინტელექტის აქტიური გამოყენება და ასე შემდეგ. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემების ექსპლუატაციაზე. წვრთნებში აქტიურად არიან ჩართულნი ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალები. მასში ასევე მონაწილეობენ ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური ძალები, ეროვნული გვარდია, არმია, საზღვაო ძალები, საზღვაო ქვეითთა კორპუსი და სამხედროების შემდეგი პარტნიორი ქვეყნებიდან: დიდი ბრიტანეთიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან, საფრანგეთიდან და იაპონიიდან. ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალები მომავლის სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტ დეივ ჰარისის კომენტარს აქვეყნებს. ჩვენ ვართ თაობათა ევოლუციის შუაგულში, როდესაც საქმე ეხება ოპერატიული კონცეფციების შემუშავებას, ტექნოლოგიების დანერგვასა და ძალების ინტეგრაციის ახალ დონეებს. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვავითარებთ და ვიღებთ ერთობლივი შესაძლებლობების ძალას, რომელიც უზრუნველყოფს უპირატესობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და საშუალებას აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს საფრთხეებს გაუმგლავდეს.